გონიათ კოცონზე, მხოლოდ შუა საუკუნეებში წვავდნენ, დაახლოებით 1980-90-იანი წლების საქართველო. პატარა სოფელი. სკოლის ეზო. მთელი სოფელი შეკრიბეს. მოსწავლეებსაც აიძულეს იქ დგომა. მათ თვალწინ დაიწყო ის, რაც სიცოცხლის ბოლომდე არ დაავიწყდებათ. ყველაფერი შურისძიების ნიადაგზე მოხდა. მანამდე ნესვამ ახალგაზრდებს ავარია მოუვიდა და შემთხვევით ახალგაზრდა ბიჭი დაიღუპა. დამნაშავეები დაიჭირეს, მაგრამ ეს ვიღაცებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. რაც მაშინ მოხდა, ბევრის ფსიქიკაში დღემდე ცოცხალია. რამდენიმე ადამიანს ცოცხლად წვავდნენ. ბავშვებს ესმოდათ სასოწარკვეთილი კივილი. ხედავდნენ უკანასკნელ წამებს, სანამ მათ წინ ადამიანები ფერფლად იქცეოდნენ. ზოგჯერ ყველაზე ბნელი ისტორიები. არც ისე შორეულ წარსულში ხდებოდა. თქვენ რა რეაქცია გექნებოდათ თქვენი შვილებისთვის მსგავსი რამის ყურება რომ ეიძულებინათ? სკოლაში.